ამოდი ვნახოთ, რატომ არ გიმართლებს? შეიძლება თქვა, რომ ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, მაგრამ არ გიმართლებს. აქ ცოტა საკამათო თემაა, შეიძლება შენ ქვეცნობიერში არ გჯეროდეს, რომ შენ გაგიმართლებს. ეს ყველაზე დიდი ზეგავლენაა, ყველაზე უარყოფითი ზეგავლენაა საკუთარი თავის და უარყოფითი პროგრამების, მაგრამ ჩვენ მაინც ვნახოთ, რა იცი რა ხდება. რატომ არ გიმართლებს? რეალურად მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი ხარ და როგორი ხარ, მადლიანი ადამიანი ხარ, მადლი გადმოედინება თქვენგან. მაგრამ ეს მადლი თქვენზე არ მოქმედებს. შეიძლება მადლი გადადიოდეს სხვაზე, კარგი იყოს შენთან ურთიერთობა, სხვას მართლა სიამოვნებდეს ეს ყველაფერი, მაგრამ შენს თავს ვერ შველი. მოდი ვიკითხოთ აქვე, შენი თავის მტერი ხარ და მართლა ეს ქვეცნობიერი პროგრამებია, შენი თავის მტერი ხარ? შენი თავის მტერი, ვერ ვიტყვი მტერი ხარო, მაგრამ შენ თავს ძალიან აბნევისე, ძალიან დაბნეული ხარ. უეჭველი, აი რაც ვთქვი და რაც ამოვარდა, მინიშნება შეთქვათ ის არის შენ აბნევ, შენი დაპროგრამებით, შეიძლება შენი ცრურწმენებით, ან შეიძლება ოდესღაც ვიღაცის ისტორია გაქვს ნანახი და ხო იცი, აი რაღაცა, როგორ ვთქვა ეს როგორ მოვიწყდება ხანდახან ეს სიტყვები. კაი. ისე გაჭედილი ხართ რეალურად მეც გავიჭედე. ოღონ ამას ხუმრობის გარეშე ვამბობ. გაჭედილი ხართ სერიოზულად, თქვენ ხართ გაჭედილი. თქვენ გჭირდებათ ამოტუმბა. ან ჩატუმბა, არ ვიცი რა გჭირდებათ, მაგრამ აშკარად გჭირდებათ ეს ყველაფერი საკუთარ თავს ვერ შველი რეალურად და ვინ გიშველის. მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ გაგებით ზაფხული გიშველის და მზე გიშველის, ოღონ მართლა და გიშველის რა იცი? ცოტა მოეშვი და ცოტა მოდუნდი ისეთნაირად, რომ არ მიაქციო ძირითადად ისეთ საკითხებს ყურადღება, რაც გენერვიულება, რაც გჭედავს, რაზეც რაღაცას უფიქრობ, ძილშიც რო გძინავს, მაშინაც კი ფიქრობ, სიზმრებშიც კი ფიქრობ და რაღაცებს აკეთებ. ცოტა მოდუნდი, იმიტომ რომ აქ გამოდის, რომ ყველანაირი პოტენციალი გაქვს იყო კარგად, მაგრამ თურმე ყველაზე მთავარი მტერი შენ ყოფილხარ საკუთარი თავის და კიდევ კარგი, თორე ახლა კლასიკურად მეთქი არ წამოვიდეს, ახლა ჯადო გაქვს, ის გაქვს, ეს გაქვს. საკუთარი თავის გაწმენდა უნდა იცოდეთ, როგორც ისით დაბინძურება. ასევე შეგიძლია გაიწმინდო, მაგრამ თუ თქვენ არ იცოდით, რომ თქვენ ვეიბინძურებდით საკუთარ თავს და ჭედავდით და ამის გამო არ გამოგდიოდათ რამე, ახლა იცოდეთ, რომ საკუთარ თავთან უნდა გამონახოთ რა პრობლემაა და რა არის. რიტუალი უნდა მეთქვა, მაგალითად ხო არის, რომ მაგალითად შეიძლება გქონდეს ესეთი რიტუალები, ამას გავაკეთებ, ახლა მე 4-ჯერ და ვიცი, რომ ეს უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ამას თუ გავაკეთებ, ან ჩემი ნათესავი იქნება კარგად, ან გამერთებს. აი ეგეთი ციკები რეალურად მოიშორეთ, იმიტომ რომ აქ შეტოპილი გაქვთ აშკარად. ამის თქმა მინდოდა. წარმატ დამიმოწმა ეს უკვდავი დამადასტურებელი საფუთია, რომ ეს თუ გიმოწმებს უეჭველიასი. ამიტომ მე ყველას გელოდებით კომენტარებში და კოცნით ძალიან ბევრს.